მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, ვნახოთ ჩვენ დღეს რა დაგებედება თქვენ? არა, ასე არ ვისავთ ჩვენ. მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. მოდი დღეს ჩვენ ვნახოთ რა დაგებედება დღეს არის ბედობა 2 იანვარი 2026 წელი, ხო? მე გისურვებთ სულ ყველაფერს კარგს, რა თქმა უნდა გილოცავთ და ჩვენ ახლა ვნახოთ ამ დღეს რა დაგებედებათ, ხო? შეგიძლიათ ჩაიფიქროთ რაღაცები, მაგრამ მე ვნახავ ახლა უცბად თქვენ სიგნიფიკაციას, რა ხდება ახლა და ვნახოთ მე რა დაგებედებათ. რა დაგებედებათ, ვნახოთ ახლა ვინ არის ჩემთან დღეს? ვინ არის ჩემთან დღეს? აჰა. ნუ აქ არიან ადამიანები, რომელიც მართლა სწავლობენ და მიესწრაფებიან დიდ ბედნიერებას, აი სწავლობენ სიუხვეს, ნახეთ. ადამიანები, რომელიც მართლა აი აქ შეიძლება ვიღაცა მართლა აი ნუ რა ვქნა, ვინც კი იყო ჩემთან ეხლა ტრენინგზე, თქვენთვის უეჭველი იქნება ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ აქ არის სამიანი ეს პენტაკლების, 10-იანი პენტაკლების და 6-იანი ხმალების. ეს რას ნიშნავს, რომ ეხლა ხართ ისეთ ენერგიაში, სადაც თქვენ მართლა ისწავლეთ, ან ნახეთ აქ ადამიანი სწავლობს ვიღაცა სხვა ადამიანისგან, ვისაც აქ რამე ცოდნა და ეხლა ნამდვილად უკვე მიესწრაფება ახალ ცხოვრებაში, სადაც არის ბედნიერება, სიუხვე და ყველაფერი კარგი. კიდე შეიძლება აქ ვიღაცა ადამიანები არიან, ვინც ახლა უბრალოდ შეიძლება თქვათ, სადღაც მუშაობენ, იმიტომ რომ უნდათ რომ თქვათ, დაუშვათ ბედნიერება მოეტანენ თავის სახლში, თავის ოჯახში, ხო? კიდე აქ იქნება როგორი ენერგიები არის ვისთვის, ანუ როცა თქვენ გააქვთ რაღაცა გამოცდილება, თქვენ შეიძლება ძალიან უკვე კარგად ხართ, მაგრამ ეხლა სწავლობთ კიდე კარგად როგორ ვიყო. ვიღაცა არის აქ, რომ შეიძლება ახალი სამსახური დაიწყო და მაგრამ ეს სამსახური სხვათა შორის ძალიან ანუ იმედი გაქვთ, რომ ძალიან დიდ ბედნიერებას მომიტანს. ნუ აი თუ იცანით თქვენი სიტუაციები, კი ბატონო, აქ ადამიანი გამოდის რაღაცა პერიოდიდან, სადაც არაფერი არ ხდებოდა და ნამდვილად ეხლა ჩაიფიქრო დიდი სურვილები და ძალიან დარწმუნებული არის, რომ ეს მისი სურვილები აუცილებლად მოუტანს მაგას დიდ ბედნიერებას, დიდ სიუხვეს და ყველაფერს კარგს. ნუ ვიღაცა კიდე აკელოდება თავის პარტნიორს და ან მის გადაწყვეტილ სიტყვას. კი ბატონო, იმიტომ რომ იყო აქ რაღაცა პერიოდი რთული, მაჩვენებენ, მაგრამ ეს პერიოდი რთული დასრულდება. აქ ტრანსფორმაციაც გაიარა ვიღაცამ მნიშვნელოვანი და დაამთავრა რაღაც ძალიან კარმული თემა და წავიდა რა იმ ენერგიებიდან, რომელიც უკვე არ ემსახურება, იმიტომ რომ მიდის უკვე ახალში მიდის. აქ სხვათა შორის ვიღაცასთან ახალი პარტნიორი შეიძლება შემოვიდეს ან განახლებული ენერგიებით. всё, ვნახოთ ახლა ჩვენ, აბა რას ეს დღე რა დღეს ჩვენ ავირჩიეთ, ნუ დღეს ბედობა რას მოიტანს, ხო? ეს რა დაგებედებათ? აი ჩვენი ცხენი, ხო? ნახოთ ახლა რას მოგვიტანს, რა დაგებედებათ, ნახოთ. რა დაგებედებათ ამ დღეს? რა დაგებედებათ? მოდით იცით როგორ გავაკეთოთ, ავიღოთ რამდენიმე ეს ვარიანტი არ იქნება, ეს პოზიციები უბრალოდ იქნება. რამდენიმე. აჰა. ნუ სიმშვიდე უკვე კი მოდის, ჰარმონია კი უკვე მოდის თქვენთან და კიდევ ნახოთ ახლა, აბა ნახოთ. პირველი რა დაგებედება თქვენ და ანუ როგორც გითხარით, თქვენ გამოდიხართ რაღაცა პერიოდიდან, რომელიც გქონდა თქვენ ძალიან რთული, სხვათა შორის ძალიან მაგარი გაშლა ჩაეწერა დღეს TikTok-ისთვისაც ძალიან მაგარი გამოვიდა, ძალიან საინტერესო იყო. ხო და ამიტომ ნახეთ ახლა რა დაგებედება და ყველანაირად სიტუაციები, რომელიც თქვენ გაწუხებდა, რომელიც თქვენ არ გასვენებდეთ, რომელიც თქვენ გქონდათ ფიქრები, რაღაცა შეიძლება ბევრი რაღაცა, რა ვიცი მე, დაბრყოლება იმისად, ნუ ახლა დაუშვათ რამე სურვილები გქონდათ თქვენ, ნუ მაგრამ არ სრულდებოდა რა. აი
თქვენ დაგებედება დღეს, რომ თქვენ გამოდიხართ. კი ბატონო, გამოდიხართ. აი, იცით როგორი თემა არის ეგა? როცა დაუშვოთ თქვენ, აი დილით კიდე ნახეთ აქ პენტაკლების დედოფალი. შეიძლება დაგებედებათ ის მომენტი, რომ თქვენ დაჯდებით და თქვენთვის აი დაიწყებს საუბარს რა. ანუ ბევრი რაღაცა ფიქრები მაქვს. მე მინდა დავალაგო ყველა ჩემი სიტუაცია, რა სიტუაციებიც მაქვს, ანალიზი გავაკეთო იმისათვის, რომ აი გავიგო, გავიაზრო. აი ეს რა ხდება? ეს ეხლა პენტაკლების დედოფალი ეს არის რა თქმა უნდა ენერგია, როცა მე სიუხვისკენ მივესწრაფები, ხო? როცა მე მინდა რომ რაღაცა ისეთი აი სასწაული მოხდეს ჩემ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ნუ ეხლა ეს ფულის მატერიალური ენერგია, მატერიალურში აქ მინდა რომ მქონდეს კარგი სახლი, კარგი თქვათ ეხლა თანისამოსი, კარგი თქვათ ავეჯი, ნუ რაღაცა ესეთი კარგი რაღაცები მინდა. გაიგეთ, იმიტომ რომ პენტაკლების დედოფალი ეგეთი ტიპია. და შეიძლება ფიქრობთ თქვენ კიდე იმასაც, რომ აი ყველა სფეროში, ანუ გაანალიზებთ იმას, რომ აი ყველა სფეროში მე როგორ ვარ და კმაყოფილი დარჩებით ძალიან, იმიტომ რომ მივხვდებით, რომ მართლა ყველაფერი მაქვს, რაც მე მინდა. ისე რომ თქვენ რომ დაუშვოთ, რომ ნახოთ, აი გაიაზროთ ეს ყველაფერი, ხო? აი და მივხვდებით, რომ დღეს თქვენ მართლა ახლა გინდათ ახალი რაღაცა გქონდეთ, ახალი რაღაცა შემოვედეს, მაგრამ შეიძლება დღეს ის გაქვთ თქვენ რაზეც სხვები ვაფშე ოცნებობენ რა და მართლა მაგითაც იყო ბედნიერი რომ ნამდვილად რომ მოიხედოთ რომ აი არც ისე ცუდად ვარ ხო აი ნუ დღეს აი ესეთ რაღაცა გექნებათ კიდე იმპერატორი გოგოებო და ჩემო კარგებო ნუ ნახეთ იმპერატორი ახლა რა დაგებედებათ იმპერატორი დაგებედებათ ანუ ეს რას ნიშნავს? ანუ ზოგისთვის ეს იქნება რომ თქვენი მოდით ასე ზოგადად ვთქვათ, ახლა როგორც ენერგია, ეს არის რომ თქვენი პროფესიონალიზმი შეიძლება იყოს აღიარებული, რომ დაუშვათ ან რაღაცას თქვენ ახლა აი სუძან ჩვეულებრივად როგორც ვიცით, იმპერატორი ესე იგი შეიძლება თქვენ ვიღაცა მე ხო გითხარით, აი აქ შეიძლება ვიღაცა ახალ ადამიანს გაიცნობთ, რომელიც გახდება თქვენი იმპერატორი, თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანი რა. შეიძლება დაგებედებათ, რომ აი შემოვა თქვენთან აი თქვა გაიცნობ დღეს ვიღაცა თქვა იმპერატორს არ გამოვრიცხებ პენტაკლების მეფე გეფიცებით აქ შეიძლება მართლა ვიღაცას მოხდეს აი ესეთი სიტუაცია რომ თქვენ ნამდვილად აქ გაიცნობ ვიღაცა ადამიანს ახალს ვინც იქნება თქვენი მეუღლე თუ ელოდებით აი ეგეთ ნუ თემას ხო ან დაუშვოთ შემოვა თქვენთან ну ვიღაცასთან ну ჩამოვა და ბრუნდება ან რაღაცა მოხდება თქვენი მეფე თქვენი ანუ აქ არის აქ უეჭველი არის აი გოგოებო თუ ქმარი არის ხო ну რა ვიცი დაგებედებათ ისე თქვენი ქმარი ასე რომ ვთქვათ ხო ხოლოდ აქ ახლა ну უკვე შეიძლება თქვენს შეცვლილი იყოთ იმიტომ რომ ფიქრებით იმიტომ რომ ხო გითხარით ახალი ენერგიით რაღაცა სირთულე აქ დაბრუნება არის სხვათა შორის კიდე ანუ ადამიანი გამოდის სირთულიდან და მოდის ახალი ენერგიებით გაიგეთ შეიძლება თქვენი მამაკაცი დაუშვოთ მოიქცევა აი როგორც ნამდვილად რომ მიხვდებით თქვენ იგრძნობთ თქვენ იმას რომ ნამდვილად აი ვგრძნობს თავს მე როგორც პენტაკლების დედოფალი ანუ საჭირო ან და საჭირო კი არა მნიშვნელოვანი მოდით ასე რომ ვთქვათ ხალი ამისთვის და შეიძლება ეს ადამიანი თქვენ ანუ განახებს ამ თავის ხის თავის სიძლიერეს რა კი აქ ახლა როგორი მომენტია, იცით, ეს ადამიანი არის, ну, თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მან გაიარა ძალიან დიდი ტრანსფორმაცია, შეიძლება იყო აქ დიდი პაუზა, სიჩუმე რაღაცები, მაგრამ ეს ადამიანი პრინციპში გამოდის ამ თავისი ამ პრობლემებიდან რა. ესე იგი, ნახეთ, როგორი მომენტი არის. ზოგის თუ თქვენ იჯეკეთ დიდი ხანი მარტო და აი თქვათ ელოდებოდეთ თქვენ მონათესავეს სულს და ფიქრობდეთ რომ აი მინდა ეს ადამიანი შემოვიდეს ჩემ ცხოვრებაში ვინც აი მე ვიგრძნობ აი სიმშვიდეს ჰარმონიას ხო ანუ სადაც აი მართლა ვიქნები ნუ არ მექნება ეს რაღაც გიჟური რაღაც თემები აღარ მინდა ეს არც კარმული და არც არაფერი ურთიერთობა აი ეგეთი ადამიანი შემოდეს თქვენთან შემიძლია გითხრათ აი ვიღაცასთან ესეთ სიტუაციაც იქნება ნუ რა თქმა უნდა ახლა თუ დაუშვოთ ახლა კარიერა ავიღოთ ჩვენ ახლა იმიტომ რომ ნუ კი შეიძლება დავუშვოთ დღეს ვაფშე გაიგოთ ის ინფორმაცია რომ აი თქვა დაწინაურება მიიღე ეგეც შეიძლება იყოს ვიღაცისთვის კიდე სიძლიერე ნუ ნახეთ თუ მაღალი არკანებით გველაპარაკებენ სიძლიერე აქ ნახეთ
შეიძლება თქვენ გოგოებო დღეს იგრძნობთ რომ თქვენი ქალური სიძლიერე უფრო თქვენ დავუშვათ ფიქრობდეთ ამაზე, მინდა რაღაცა, გავიგო ეს ჩემი ქალური ძალა, მინდა ეს გავიგო ჩემი ისეთი გულის ნახად ზოგს გული ქონდა შეიძლება ჩაკეტილი და იმიტომ არ მოდიოდა აქ არც ადამიანი და არც არაფერი. თქვენ თვითონ რაღაცა პირველივე ჩვენ კარტი გვაჩვენებდნენ იმას, რომ ნამდვილად თქვენში რაღაცა შეიცვალა, თქვენში და ამიტომ აქ რა თქმა უნდა თქვენ დაგებედებათ, რაღაცა თქვენი შინაგანი სიძლიერე. თქვენ იგრძნობ დღეს, შეიძლება აქაც ნახეთ, სრულიად შემოულოდნელად მამაკაცი ისეთ რაღაცას გამოხატავს, რომ მიხვდებით თქვენ, რომ მართლა რაღაც ძალიან სექსუალური ვარ, ან რაღაც ძალიან ისეთი ძალა მქონია, რომ რაღაც თქვათ ახლა აქ არც პენტაკლების მეფე და არც რა ქვია მაგას იმპერატორი არ არის ძალიან ესეთი ადამიანი, იმიტომაც გვერდხების მეფე გამოვიდა, ხო? თქვათ ეს ენერგია არ არის, და ჯიუტები არიან, მაგრამ თან მიზანდასახულები, ხასიათები აქვს ცოტა ისეთი, ხო? ბიცხი იყოს, მაგრამ თქვენი სიძლიერით შეიძლება ისეთი რაღაცა მოახდინოთ, რომ თვითონ გაგიკვირდებათ, რომ ადამიანი შეიძლება თქვენს მიმართ და მაგით მიხვდებით თქვენ, რომ რაღაცა ან რაღაც ბრძნულად მოვიქეცი რა და დაგებედებათ ეგეთი რაღაცა. და კიდე, გადასარევი, ყველაფერი ნახат, ბედნიერება, კიდე 10-იანი პენტაკლების, შეხედეთ რა. ანუ დღეს დაგებედებათ თქვენ უეჭველე. გეუბნები, აქ გამოვიდა პენტაკლების დედოფალი, პენტაკლების მეფე, ეს და პლუს კიდე იმპერატორი, ეს ყველა ვარიანტში, გაძლიერდება. თქვენი ურთიერთობა თუ იყო არეული, იცოდა ძალიან გაძლიერდება. იმიტომ რომ აქ მამაკაცი აღიარებს თქვენს ძალას, თქვენს ქალურ ძალას. ან თქვენ თვითონ ისე მოიქცევით, რომ თქვენ ამ ძალას ანახავთ, ძალადობა არ არის. არა, ქალის სიძლიერე სხვა რამეა რა. მისი სუსტეში ზუსტად რა. და აქ მოდის, ვიღაცას მართლა გეუბნები, შეიძლება საბედოკ მამაკაცის შეხვდებათ, მართლა გოგოებო და ვიღაცასთან მართლა ეგეთი ადამიანი შემოვა, სულ ახალი და მართლა ეს ადამიანი იქნება თქვენი ბედის წერა რა. ხოთროს ეხლა უნდა გავაკეთო კიდე გაშლა ჩვენი გრძელი არხისთვის, სადაც ზუსტად ბედის წერის მამაკაცზე რა. ვნახოთ იქაც ახლა რას გვეტყვის ჩვენ ტარო, მაგრამ აქ გეუბნებით, რომ უკვე ან გაძლიერება მოხდება თუ დაუშვთ რამე უსიამოვნება ან რაღაცა იყოთ, ხო? ოჯახი, ან ადამიანი, რომელთანაც თქვენ გქონდა ცხოვრება, ან თანაცხოვრება, ან შეიძლება ნიშნულოვანი არის თქვენთვის და გქონდეთ რამე ისეთი გაუგებრობა, თქვენ დაალაგებთ, თქვენ მიხვდებით თქვენს ძალას, გოგოებო, გაიგეთ რა ხდება? ანუ ძლიერი ვარ რა. გავუძელი და ამიტომ გავიმარჯვე და დღეს მე მყავს ესეთი ოჯახი, დღეს მე ჩემი ოჯახი შევინარჩუნე და ან დაუშვათ მე შევქმენი, მე თქვათ ბოლოს და ბოლოს მოვიდა ეს ადამიანი ჩემ ცხოვრებაში, ვისაც ერთად მე მართლა მინდა, რომ აქ არის როგორი ბედნიერება. აქ არის როგორიც, აქ არ არის პარტნიორები, რომელიც თქვათ მოდიან ერთმანეთთან რაღაცა ტკივილებზე და არა. აქ მოდიან, აქ არიან თანაბარი პარტნიორები, ორივენი არიან ძალიან ძლიერები. ორივენი იციან რა უნდათ ამ ცხოვრებაში რა. და ესეთი ენერგია როცა გაქვს, როცა შენ არ ეძებ ადამიანს, რომელმაც შენ ახლა შეგავს სხვა რაღაცა, ანუ თქვათ, რაც არა გაქვს, ხო? და შენ თვითონ სრულ ყოფილი ხარ, სრულ ცხრიანი პენტაკლების და მასეთ ენერგიაზე მოგივათ ადამიანი, რომელიც ნამდვილად თქვენ დაგაფასებთ. ნახავთ თქვენ, ეს უნდა დაგებედოთ თქვენ, შეიძლება გაიცნო, შეიძლება თქვენი მეუღლიდან მაგას იგრძნო, შეიძლება თქვენი პარტნიორისგან, ყველას რა თქმა უნდა თავისი თემა დააკვირდეთ, მაგრამ მე გისურვებთ თქვენ ასეთ ბედნიერებას ჩემო კარგება, იმიტომ რომ ბიჭებო, თქვენს ძლიერდებით, თქვენს რაღაცა თქვენში რაღაცა ისეთი იღვიძებ, თქვენ ხვდებით, რომ ეს ქალი ჩემია, ჩემთვის არის რა და მარტო მასთან მინდა მე შევქნა ჩემი ბედნიერება. მარტო ეს ქალი მინდა მე რომ იყოს ჩემთვის, ანუ ჩემი თქვათ, შვილების დედა, ან ჩემი თქვათ, მუზა ჩემთან, მარტო მასთან მე ვძლიერდები და მარტო მასთან მე ვგრძნობ თავს კარგად და ამიტომ ჩემს არჩევანს, რა თქმა უნდა,
ძალკეთებ ამ ქალზე. თან ახლა აქ რამდენი წლისას არ უნდა იყო თქვენ, ამისთვის თქვენ ხარ ძალიან ახალგაზრდა, ძალიან მიმზიდველი და რაც მთავარი სტაბილური, რომ აქ როცა ადამიანი აღიარებს ქალის ძალას, შინაგან ძალას და ხვდება, რომ არა, ეს არის ჩემი ქალი, ეს არის ჩემი ერთგული, ეს არის ჩემი ყველაფერი და მარტო მასთან მინდა იყო. აი ესეთი რაღაცა უნდა დააგებედოს. ახალი იქნება თუ ძველი დააგვერდეთ, იმიტომ რომ საჯარო კაშლაა.